თუ სიტყვაზე ჩემი პაციენტი არის ცნობილი პირი, მაგალითად ქოჩორა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი და გაიტანა ერთ დღესაც გოლი და მე დავწერე Facebook-ზე ჩემი საამაყო პაციენტი. რამდენად თუ არ ღვევ მე მის პერსონალურ მონაცემების დაცვის უფლებას. ხო, პაციენტის უფლება არ იღება იმით, რომ მაგალითად იმ სივრცეებში, სადაც მას სამედიცინო манипуляციებს უტარებთ, ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, არამედ დასაქმებულისაც ექიმის. სად არის ყველაზე მაღალი რისკი პერსონალურ მონაცემის დარღვევისა? რაც ჩამოთვალე შენ, ყველაზე მაღალი რისკი არის სამივე ეტაპზე. ბოლოს რამდენჯერაც ყოფილ ვარ ექიმის კაბინეტში, მე ხელი არაფერზე არ მომიწერია. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ექიმმა ან სამედიცინო პერსონალმა თვითნებურად გადაწყვიტა ჩემი პერსონალური მონაცემები მოხვედრილი იყო თუ არა ამ ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში და ღია ყოფილიყო სხვა სამედიცინო დაწესებულებების. ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. ესეთი მნიშვნელოვანი და ყველასთვის საყვარელი მოვლენა მოხდა კი იმაში ქვეყანაში. აი სწორედ კი აი მე მინახავს ესეთი თანხმობის, სადაც წერია, რომ თუ ამას ხელს არ მოაწერთ, თქვენ ვერ იცარგებლებთ დაზღვევით. ეს უკვე აღარ არის ნებაყოფლობითი. აი რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა, რომ შედარებით უფრო თამამად იყვნენ, როდესაც ექიმის კაბინეტში იმყოფებიან და გადიან კონსულტაციას. მე ვარ ექიმი უროლოგი და 16 წლის წინ აი ეს კაცი ჩემთან იყო მოსული, იმიტომ რომ მის ნათესავმა მთხოვა, რომ სჭირდა ეს ვენერიული დაავადებები და უმკურნალეობა. იპოვის ადამიანის სამართალს. როცა ჩვენ მივიდოდით კლინიკაში, ველოდებოდით ექიმს საერთო მოსაცდელ სივრცეში და იქვე კარზე იყო გამოკლული სია იმ დღეს ვინ იყო ექიმთან დაბარებული 10 საათზე ესა და ეს. როდესაც პაციენტის პერსონალური მონაცემი, მათ შორის ანამნეზის ნაწილი, ანუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, სოციალურ ქსელშიც კი გაითქვა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. აქვე დიდი მადლობა მინდა უთხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და განსაკუთრებული მადლობა Fab Labs, რომელიც ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ ეს გადაცემები ჩავწეროთ, დავამონტაჟოთ და მერე თქვენამდე მოვიტანოთ ხარისხიანად. დღეს მეტად საინტერესო და სენსიტიურ საკითხებზე ვისაუბრებთ, რასაც ქვია პაციენტის უფლებები და კერძოდ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი კომპონენტი ადამიანის და პაციენტის პერსონალური მონაცემები. მოგეხსენებათ, რომ პაციენტის უფლებები საკმაოდ ფართო სფეროა და ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ეპიზოდისთვის შევჩერებულიყავით ერთ-ერთ მათგანზე, თუმცა ეს ერთი საკითხი არის მრავალმხრივი, პერსონალურ მონაცემებს გულისხმობ, რაც საშუალებას მოგცემს იმისა, რომ უფრო სიღრმისეულად მიმოვიხილოთ პერსონალური მონაცემების საკითხი. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს საქართველოს სახელმწიფომ მიიღო განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც მოიცავს არაერთ რეგულაციას და ნიუანსს და ამიტომ თემა ცხელია, სწორედ ამ ახალი რეგულაციების ქვეშ მოქცეული დაწესებულებები ახლა გადიან ადაპტაციის პერიოდს და სწორედ ამ ახალი კანონმდებლობის შუქზე შევეცდებით ჩვენ მიმოვიხილოთ ეს საკითხები. კიდევ ერთი ფაქტი, რაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, არის ის, რომ 2022 წელს ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის მიხედვით ჯანდაცვა იყო ის სექტორი, სადაც მონაცემთა დარღვევის შემთხვევების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე პირველი იყო, ანუ რიცხოვნობით იყო პირველი მოწინავე. ამიტომ თემა ისევ და ისევ აქტუალურია, როგორც სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. და ისევე როგორც სხვა პოდკასტებში ვახსენებ ხოლმე, ისე ხდება, რომ დარგის მოწინავე სპეციალისტები და პროფესიონალები თან ჩვენი მეგობრებიც არიან ხოლმე. ამიტომ ჩვენი დღევანდელი დიალოგიც შენობით ფორმაში გაიმართება. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ნათია ჯალიაშვილი, ექსპერტი პერსონალური მონაცემების საკითხებში, იურისტი, იურიდიული სერვისებისა და კონსულტირების კომპანია Wise-Hub-ის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან დიდი მადლობა ნათია მოსვლისთვის, პატივია ჩვენთვის შენი მასპინძლობა. მოგესალმებით და თქვენ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. კი ბატონო, მოდი დავიწყებ ზოგადი შეკითხვით პაციენტის უფლებების შესახებ.
ჩვენი კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობას არაერთი კანონით, მათ შორის პაციენტის უფლებების შესახებ კანონით, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონით, ზოგადი კანონით, ჯანმრთელობის შესახებ. აი ესე ზოგად ერთგვარად გულუბრყვილო კითხვას დავსვა, ზოგისთვის შეიძლება ეს გულუბრყვილო კითხვა იყოს, აი რატომ რეგულირდება პაციენტის უფლებები ცალკე საკანონმდებლო ჩარჩოთი და რა განასხვავებს პაციენტს სხვა ტიპის სერვისების მოხმარებლებისგან. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს რაღაც სპორტ დარბაზით მოსარგებლე ადამიანთა შესახებ კანონი, ხო? აი რა არის ესეთი განსხვავებული პაციენტის შემთხვევაში, რაც ჩვენ ქვეყანა დაავალდებულა, რომ ცალკე კანონმდებლობა შეგვექმნა ამისთვის. კი ბატონო, პაციენტის უფლებების შესახებ რაც ჩამოთვალე კი არის ეს აქტები, რითიც რეგულირდება საექიმო საქმიანობა, ჯანდაცვის სფერო, პაციენტის უფლებები და მთავარი რაც უნდა აღვნიშნოთ აქ ალბათ არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ხო ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი უფლება არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება. და კონსტიტუციაში არის ესეთი ჩანაწერი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ ხარისხიან ჯანმრთელობაზე დაცული არის კანონით და ასევე სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას, რომ გარდა იმისა, რომ იზრუნოს თავის ვთქვათ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხელმისაწვდომობაზე ჯანმრთელობის მომსახურების, ასევე იღებს ვალდებულებას, რომ გააკონტროლოს მთლიანად ეს სფერო. იმის რომ ჩვენ შევძლოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობა. რადგან სახელმწიფო იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მას სჭირდება გარკვეული მექანიზმები იმისათვის, რომ აღასრულოს, ხო, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. თან ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ უფლებაზე, როგორც ეს ჯანმრთელობის უფლება, რომელიც თავისთავად პირდაპირ კავშირშია ასევე ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან. შესაბამისად, აქ კი ზოგჯერ არის ხოლმე მსმენია მე ესეთი ჩივილები, ასე ვთქვათ, რომ აი ამდენი რეგულაცია რა საჭიროა და უკვე ვეღარ აუდივართ ინფორმაციას, ვეღარ ვაგროვებთ რა გვევალება, საიდან გვევალება და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი სფერო არის, იმდენად სენსიტიური, იმდენად მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის, მისი ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე, რომ რეგულაციები ნამდვილად საჭიროა. შეიძლება ვთქვათ, ბევრი რეგულაცია იყოს, მაგრამ ეს რეგულაციები უნდა იყოს ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, პრაქტიკული და კარგად აწონდაწონილი, ხო, იმიტომ რომ ეს ისეთი სფეროა, რომელსაც ჭირდება რეგულირება. კი, და ზუსტად ალბათ ჩემს მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მარტო საქართველოს სახელმწიფო არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ხო, თითქმის ყველა ქვეყანაში ეს არის მკაცრად რეგულირებული სფერო და პაციენტი ბევრად უფრო განსხვავებული სუბიექტია, ან ყველა ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამ პაციენტია პოტენციური პაციენტი, თუმცა აი როდესაც არის პაციენტის განსაკუთრებულ სუბიექტად შეიძლება მოვნიშნოთ, ვინაიდან ეს არის ავადმყოფობა არადაგეგმვადი პრობლემა არის, ხო? ანუ შენ წინასწარ ვერ განსაზღვრავ, როდის შეიძლება აქტივდეს მუცელი თავი ან ასე შემდეგ, ან დროულად მოითხოვს ჩარევას, ან საჭიროება პაციენტს აქვს გადაუდებელი როგორც წესი, ანუ ის სერვისი უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, რაც არის ოპტიმალური მისთვის და ამასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს და იმ ადამიანისგან უნდა მიიღოს ეს სერვისი, ვინც ასევე რეგულირებულია, ხო? ანუ ლიცენზია თუ არა აქვს ექიმის, არ შეიძლება იმ ადამიანის მხრიდან ამ პაციენტის მოვლა, ხო? და თან ამასთან ძვირი არის ეს სამედიცინო მომსახურება როგორც წესი. ანუ მოულოდნელია, ძვირია, მოთხოვნას შენ არ ქმნი, ექიმი ქმნის, იმიტომ რომ ექიმი წვეთს, შენ რა გჭირდება და ამიტომ პაციენტი არის, ასე ვთქვათ, გაურკვევლობაში, პაციენტმა მხოლოდ ის იცის, რომ მას აქვს პრობლემა. დანარჩენი მინდობილი არის სახელმწიფოზე და ამ სამედიცინო დაწესებულებებზე. სწორედ ეს ნაწილიც ალბათ მნიშვნელოვანია, რატომაც იქნება ეს ამდენი საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი ჩარჩო. კეთილი. მოდი გადავიდეთ პერსონალურ მონაცემებზე, ხო? ეს პერსონალური მონაცემების შესახებ განახლება კანონმდებლობის, რომელიც მე უკვე ვახსენე, ეს არიწყებს, ანუ 10 თვლის წერტილი არ არის 2024 ან 23 წელი, ხო? 2013 წელს დამტკიცდა პირველი კანონი პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესახებ.
შესახებ. მე მაინტერესებს, ანუ აი რა გზა განვლო ამ პირველ რიგში რას გულისხმობს ეს პერსონალური მონაცემები, ხო? ანუ აი შეიძლება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რაღაცა თავში ჰქონდეს რა, გარკვეული მოსაზრებები, რა შეიძლება გულისხმობდეს, მაგრამ აი პროფესიონალის აზრი ალბათ და ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია ყველაზე უფრო ესეთი მნიშვნელოვანი იქნება და საყურადღებო. რას გულისხმობს ეს პერსონალური მონაცემები და რას გულისხმობს ზოგადად რამ ჩაუყარა საფუძველი ამ კანონის განახლებას და რას გულისხმობს ეს განახლებული კანონი, ანუ რა ახალი რეგულაცია თუ პუნქტი თუ მუხლები დაემატა ისეთი, რაც გასათვალისწინებელი არის როგორც სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ასევე პაციენტებისთვის ამ შემთხვევაში. კი, კანონთან დაკავშირებით სწორად აღნიშნე, პირველი კანონი 2012 წელს მივიღეთ და 2013 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. თუ გახსოვთ ზუსტად ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. ესეთი მნიშვნელოვანი და ყველასთვის საყვარელი მოვლენა მოხდა კი მაშინ ქვეყანაში. აი სწორედ ესეც კი კი და მაშინ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ბევრ ვალდებულებებში ერთ-ერთი იყო სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეგულაციების ქონა ქვეყნისთვის და ასევე დამოუკიდებელი საზედამხედველო სამსახურის არსებობა ქვეყანაში. ხო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კანონმდებლობის მიღება და განახლებაც მაშინაც და ეხლაც დაკავშირებული არის ევროკავშირისაკენ ჩვენს მისწრაფებებთან, რომელიც იმედია ისევ გაგრძელდება. ხო. კი, და აი ხო, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სწორედ ეს, მაშინ მივიღეთ პირველი კანონი, ასევე შეიქმნა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი, მაშინ ასე ერქვა, ინსპექტორის აპარატი და ყავდა ინსპექტორი, რომელიც ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს და მისი ძირითადი ფუნქცია მოვალეობა იყო ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველობა, ხო? 2024 წლის 1 მარტიდან უკვე ძალადაკარგულად გამოცხადა 2012 წლის კანონი, მივიღეთ ახალი კანონი და ეს იყო ამის მიზანი იყო ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა დაახლოებოდა უფრო მეტად GDPR-ს. ხო, კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგად რეგულაციას. კი. და ამ შემთხვევაში უკვე ეს იყო ასოცირების ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების და დღის წესრიგის ერთ-ერთი ვალდებულება. რის გამოც მოხდა რის გამოც მოხდა სწორედ ასე ვთქვათ ამ ახალი კანონის მიღება შეიძლება ესე დავარქვათ. ძალიან ბევრი სიახლე არის. პირველ რიგში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა სუბიექტი, ხო, ანუ იმ პირის უფლებები გაიზარდა, ვისაც შესახებ პერსონალური მონაცემებიც მუშავდება. ასევე მაგალითად სიახლე არის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც აქამდე არ იყო საქართველოში. სიახლე არის მაგალითად ელექტრონულ პროგრამებთან დაკავშირებით, ხო, როგორი უნდა იყოს ეს პროგრამები, რა სავალდებულო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ესიც ნელ-ნელა აქტუალური გახდა, იმიტომ რომ დღეს უკვე თანამედროვე ეპოქაში ძალიან ბევრ რაღაცას ელექტრონული პროგრამების გამოყენებით ვაკეთებთ და ვთქვათ, ადამიანური ძალისხმევა აქ უკვე ნაკლებად არის საჭირო. თვითონ პერსონალურ მონაცემებს რაც შეეხება, პერსონალური მონაცემები შეიძლება ვთქვათ, რომ კანონითაც ესეა და რეალურადაც ასეა, რომ არის ნებისმიერი ინფორმაცია, რაც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. აქ მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური მონაცემები ყოველთვის უკავშირდება ფიზიკურ პირს და იურიდიულ პირს არ აქვს პერსონალური მონაცემი, ხო? შეიძლება იურიდიულ პირსაც მიადგენს გარკვეული ზიანი, მაგალითად მის საქმიანი რეპუტაცია შეილახოს და ამ შემდეგ თავისთავად იურიდიულ პირს ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ პერსონალური მონაცემი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ პირს და ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, ხო? ჩვენ შესახებ, ჩემი სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი, ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერი, იმეილის მისამართი და ასე შემდეგ. კი, ანამნეზიც და აი უკვე ანამნეზი ეს არის უკვე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. კი, და ნუ თვითონ სიტყვაც გვეუბნება, ხო, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია, ანუ ის განსაკუთრებულ მოპყრობას და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოპყრობას მოითხოვს ყველასგან. მათ შორის თვითონ პირველ რიგში ჩვენგანაც. ანუ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ და დავიცვათ, ასე ვთქვათ, ჩვენი პერსონალური მონაცემები პირველ რიგში, ხო? და ნუ სხვა ყველაც ვალდებულია, რომ ამ ჩვენ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს ისეთ მნიშვნელოვან, სენსიტიურ, ინტიმურ ინფორმაციას
რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უკავშირდება, განსაკუთრებული ყურადღებით და გულისხმიერებით მოეპყროს. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი ახსენე, ხო, რომელიც პრინციპში სავალდებულოა რომ ყავდეს ზოგიერთ დაწესებულებას, მე როგორც ვიცი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებსაც, ხო? და კომერციულ ბანკებისთვისაც მე მგონი აუცილებელია, ანუ სავალდებულოა როგორც ვიცი რომ ყავდეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი და ჩემი კითხვა ზუსტად მათ შეეხება, ანუ რა ფუნქცია მოვალეობები აკისრიათ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრებს. ხშირად ანუ კრიტიკა ან რაღაც ესეთი მოსაზრება გამიგია, რომ აი ეს შერჩევის პროცესი ამ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ასევე ღია შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ბუნდოვნად რჩება, რომ კომპანიები და კერძო ორგანიზაციები ცდილობენ ისეთი პირი იყოს მათი პერსონალური დაცვის ოფიცერი, რომ ასე ვთქვათ, გაუადვილდეთ ოპერირება მასთან, ან თვითონ მენეჯმენტიდან ვიღა ინტერესთა კონფლიქტით შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. რა ფუნქცია მოვალეობები აქვს ოფიცერს და როგორი უნდა იყოს და როგორ ხდება პრაქტიკაში მისი შერჩევა? პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი შეიძლება იყოს თვითონ კი მართალია ორგანიზაციის შიგნით თანამშრომელი, უკვე მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც დაეკისრება ეს ფუნქციები, რაც ოფიცერს აქვს, ან შეიძლება თქვათ ეს უქონდეს ასე ვთქვათ აუთსორსინგული მომსახურების სახით. ჩვენ ვთქვით, რომ კანონმა ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება შემოიტანა და ზოგადად პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი აწესებს გარკვეულ ვალდებულებებს. აი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი ორგანიზაციებს სწორედ უნდა დაეხმაროს აი ამ კანონის მოთხოვნების შესრულებაში, ხო, რომ სწორად იქნას დაგეგმილი ყველა პროცესი ამ თუ იმ ორგანიზაციაში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე რომ არ დაიღოს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა. აი მაგალითად, თუნდაც ახალი კანონის მიხედვით თუ ვთქვათ, გვაქვს ვიდეო მონიტორინგი, აუდიო მონიტორინგი, ხო, აუცილებელია რომ გქონდეს წერილობითი წესი ამაზე. აი ამ წესს რომ შეიმუშავებს ორგანიზაცია, ხო, უნდა გადახედოს ასე ვთქვათ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერმა და ნახოს, ხო, კანონმდებლობასთან ასე ვთქვათ შესაბამისობაში არის ეს ყველაფერი, მისცეს რეკომენდაციები ორგანიზაციას, მისცეს რჩევები, გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა და ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც არის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის, ეს არის ცნობიერების ამაღლება. თვითონ ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, აი პრაქტიკასაც კი, ექიმების და ექიმების კი და ასე არა მარტო სამედიცინო სექტორში, ხო, ყველგან ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლობის ცნობიერების ამაღლება ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ პრაქტიკასაც, ძალიან ხშირად ინფორმაციის გაჟონვა, ხო, რაღაცა უსიამოვნო ინციდენტები, რაც პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებას და მერე ვთქვათ სამართალდარღვევა ცნობას ეხება, მოდის ხოლმე სწორედ იმის ადამიანურ შესტოების გამო, იმის გამო, რომ უბრალოდ რომელიღაც თანამშრომელმა რაღაცა არ იცოდა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. არა და აქ არ ცოდნა ცოდვაა. კი. ნამდვილად ასეა. კი, შერჩევას რაც შეეხება, ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ არც თუ ისე მარტივია, რომ მოვძებნოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, იმიტომ რომ კანონი არ გვეუბნება, რომ ოფიცერს უნდა ჰქონდეს რაიმე სავალდებულო განათლება, ან უნდა აღებული ჰქონდეს რომელიმე დაწესებულებაში რაიმე სერტიფიკატი, ხო? ესეთ რაღაცას კანონი არ ადგენს. კანონი გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ეს ცოდნა ვთქვათ, საიდან უნდა შეიძინოს ამ ადამიანმა, ну ასეთ სიღრმეებში კანონი არ ჩადის, არც რამე დაწესებულება არსებობს, რომელიც ვთქვათ მოამზადებდა. ძალიან ბევრი ორგანიზაცია აქვს თავაზობ გადამზადებებს, ტრენინგებს, უნივერსიტეტები, სხვა კერძო კომპანიები, თუმცა არ არის განსაზღვრული, ვთქვათ, რაიმე სავალდებულო სერტიფიკატი ამ კუთხით, ხო? ამიტომ და რადგან ეს თემა ახალი არის და მართალია წინა კანონიც, ხო? ჩვენ ვახსენეთ 2013 წლიდან მოქმედი კანონის ჩვეულებრივად ეხებოდა საჯარო და კერძო დაწესებულებებსაც, ოფიცრის დანიშვნის შემდეგ კერძო დაწესებულებებში უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა და ეხლა დაიწყეს ზრუნვა, ხო, ბევრ რაღაცაზე პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით კერძო დაწესებულებებმა. და შესაბამისად სპეციალისტები არ არის, ვთქვათ, დიდი არჩევანი ამ კუთხით, რომ ჩვენ ადვილად შევძლოთ გამოცდილი და ასე ვთქვათ, პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შერჩევა. ამ კუთხით, რადგან სიახლეა, დიდი მოთხოვნა თქვენს კომპანიაზე და თქვენს მომსახურებაზე, წლების გამოცდილების ბოდიში გაგაწყვეტინე. კი.
პრინციპში ოფიცერთან დაკავშირებით ხო. აი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები ახსენეთ და ამ კონტექსტში ანამნეზიც ვახსენეთ, ხო? აი რა განასხვავებს ზოგადად პერსონალურ მონაცემებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისგან და რა ტიპის დამატებითი ვალდებულებები ენიჭება პირს, რომელიც ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს? ანუ რა სად არის ზღვარი? თვითონ პრაქტიკაშიც ანუ როგორ იყოფა ეს და აი გამჟღავნების ნაწილშიც ხო ან ვალდებულების ნაწილშიც რომელიც შეიძლება დაეკისროს ადამიანს რომელიც დაარღვევს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. კი, ანუ კანონი ამომწურავ ჩამონათვალს გვაძლევს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების. ხო, ეს არის ჩვენი მაგალითად რელიგიური შეხედულებები, პოლიტიკური შეხედულებები, ნასამართლობა, სისხლის სამართლის პროცესში ჩვენი მონაწილეობა, ბრალდებულები ვართ, ჯავდებულები ვართ, ასე შემდეგ, ხო? ბიომეტრიული მონაცემები ჩვენი მაგალითად და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. განსხვავება ჩვეულებრივი კატეგორიის პერსონალური მონაცემები ესეთ კანონის ტერმინი არ არის, მაგრამ იმისთვის რომ განვასხვაოთ, ასე შეიძლება რომ დავარქვათ, ხო? განსხვავება კი, რაც განსაკუთრებული არ არის. განსხვავება არის პირველ რიგში იმაში, რომ ანუ დამუშავების საფუძვლებში უფრო შეზღუდული ვართ, როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება გვინდა, აქ უფრო შეზღუდულები ვართ. აი მაგალითად თუ კი შემიძლია რომ თანხმობით დავამუშავო ჩვეულებრივი პერსონალური მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას აუცილებლად ჭირდება წერილობითი თანხმობა, ხო? მხოლოდ წერილობით თანხმობით შემიძლია დავამუშავო ეს მონაცემი. მაგრამ სამედიცინო სფეროსთან მიმართებაში ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ექიმს იმისთვის რომ პაციენტს შეკითხვები დაუსვას და ისტორია შეკრიბოს და ვთქვათ მკურნალობა გაუწიოს, ჭირდება რამე წერილობით თანხმობა. არა, ძალიან ხშირად აიგივებენ ხოლმე და ერთმანეთში ვთქვათ ხო ურევენ გაცნობიერებულ თანხმობას ზოგადად იმისთვის რომ მკურნალობა გამიწიოს ექიმმა და პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმირებული თანხმობა და პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობა ორი სხვადასხვა რაღაც არის და აი ჩვენ რო ვთქვით რომ საფუძვლები არის განსხვავებული ხო იმის მიხედვით რომელი კატეგორიის პერსონალური მონაცემებს ვამუშავებ და ამ ჩამოთვლილი არის ხო განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები კანონში აი ერთ-ერთი ამ ჩამონათვალში არის სწორედ ის, რომ მკურნალობის მიზნებისთვის, რეაბილიტაციის მიზნებისთვის, ხო? შეგვიძლია რომ დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები და ამისთვის ექიმს რამე ცალკე თანხმობა არ ჭირდება. თუ ანუ ჩვენ თუ ვამბობთ რომ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები ასე ვთქვათ დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებს ექვემდებარება, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უფრო მკაცრია და მაღალი არის რაიმე დარღვევის შემთხვევაში, ვიდრე ჩვეულებრივი კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემთხვევაში. და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები, აი ამ ახალი კანონის ერთ-ერთი სიახლე სწორედ ეს არის, რომ ძველი კანონის მოქმედების პერიოდშიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ახლაც სიახლე არის ის, რომ ეხლა ცალკე განიმარტა, რას ნიშნავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, ხო? ეს არის ესეთი ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ რაიმე ცნობებს და ასევე მისთვის ზოგადად სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციაც არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. აი თუ გახსოვს ესეთი ფაქტები იყო ხოლმე ხშირად, როდესაც ჩვენ მივდიოდით კლინიკაში, ველოდებოდით ექიმს საერთო მოსაცდელ სივრცეში და იქვე კარზე იყო გამოკრული სია იმ დღეს ვინ იყო ექიმთან დაბარებული 10 საათზე, ესა და ეს თქვა 11 საათზე, ესა და ეს, ხო? აი ეს მონაცემი ზოგადად ის რომ მე რომელიმე კონკრეტული სპეციალობის ექიმთან ვარ ვიზიტზე ჩაწერილი, ხო? ესიც კანონის მიხედვით არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და ეს შეიძლება ითქვას, რომ სამართალ დარღვევა არის და სამედიცინო დაწესებულებები ესე არ უნდა იქცეოდნენ. ამაზე გვაქვს პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს უმსჯელია ასეთ შემთხვევებზე და ამაზე რეკომენდაციებიც არსებობს და მე მგონი ამ ბოლო დროს ესეთი ფაქტები მე პირადად მაგალითად აღარ შემხვედრია. ხო, იმიტომ რომ პაციენტებიც ეხაც მოისმენენ და უკვე პაციენტი უფრო განათლებული ხდება და თუ პრინციპში იცის რომ მისი უფლება ირღვევა, ასე ვთქვათ, ის უკან აღარ იხევს და დღეს უფრო განათლებული და ცნობიერება ამაღლებული არის პაციენტი. აი აქ როგორც ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე, ჩაგიკითხები, აი უკვე პრაქტიკაზე რახან გადავედით, აი ჩაწერის, სერვისის მიღების და გაწერის
ნაწილში, ხო? აი ეს სამი ძირითადი ეტაპი არის, როდესაც პაციენტი იღებს სამედიცინო მომსახურებას. სად არის ყველაზე მაღალი რისკი პერსონალური მონაცემის დარღვევისა, ხო? ანუ როგორც კი ჩვენ ნუ პრინციპში ტელეფონი მით უმეტეს ციფრულ სამყაროში, ხო? როდესაც ყველაფერი არის დიჯიტალიზებული. ჩვენ რო ვრეკავთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩასაწერად, იქვე სანამ გიპასუხებს ფიზიკური პირი ავტომატი უკვე გეუბნება, რომ ჩვენი საუბარი იწერება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, არადა ჩვენ იმ ზარის დროს ხშირად ვყვებით ჩვენ პრობლემაზე უკვე, როცა ვეწერებით, ხო? ანუ პირველი მე უკვე რაც მომაფიქრდა, პირველი უკვე მან არის რისკი იმისი, რომ გამჟღავნდეს შენი პერსონალური მონაცემები. აი, სადგას ეს რისკები ყველაზე მეტად, აი განსაკუთრებულად მაინტერესებს აი სამედიცინო სერვისის მიღების წინ, როდესაც რაღაცაზე ხელს აწერინებენ პაციენტს, აი სად უნდა იყოს უფრო დაკვირვებული, უფრო ფრთხილად რაზე აწერს ხელს, რა რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკუთარი პერსონალური მონაცემები, სანამ სერვისს მიიღებს. აი ეს ამ ეტაპებად რო დავყოთ და მივიყვეთ სად არის ყველაზე მაღალი რისკი. რაც ჩამოთვალე შენ, ყველაზე მაღალი რისკი არის სამივე ეტაპზე. ხო. სამივე ეტაპზე შეიძლება იყოს კი მაღალი რისკები მით უმეტეს, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრობთ. ეს არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვათ რაღაცა რიგ შემთხვევებში შეიძლება არა მარტო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უქმნდეს, რაღაცა საფრთხეს და ზიანი მოქონდეს, არამედ იწვევდეს პირის დისკრიმინაციას, სტიგმატიზებას, ხო? და შეიძლება რომ ამ თქვათ რაღაცა ღირსების შელახვის რაღაცა საფუძველიც გახდეს, ხო, ამ ინფორმაციის უკანონო დამუშავება, გამჟღავნება და ასე შემდეგ. აი მაგალითად ჩაწერის ეტაპს რომ შევეხოთ, ხო? შენახსენე აი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ჩაწერა და ის ტექსტიც მოყევი, რასაც გვეუბნება ხოლმე ხშირად ავტომატპასუხი. აი ახალი კანონის ამოქმედების მერე თუ მიაქცევ ყურადღებას, ნახავ რომ ეს ტექსტები ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ აქაც ახალი ვალდებულება შემოვიდა. მხოლოდ ის რომ ვთქვათ კლინიკას ან რომელიმე ორგანიზაციას სურს რომ მომსახურების ხარისხის თუ ამ შემდეგ რაიმე მიზნებით ჩაიწეროს ეს საუბარი საკმარისი აღარ არის და აუცილებელი არის ჩვენ თანხმობა. ანუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. ოკეი, ესე იგი მე ძველი სამაკ ჩარჩენილი. კი, ეხლა თუ დააკვირდები, ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე შეცვალა, პასუხისმგებლიანმა კომპანიებმა, ასე ვთქვათ და ესეთ რაღაცას მოვისმენთ, რომ თქვენი საუბარი იწერება, თუ არ გსურთ ჩაწერა, ვთქვათ, გათიშეთ ან დააჭირეთ ერთს ან რაღაც ესე, ხო და აქ გვაქვს თავაზომე ხოლმე ალტერნატივას, ხო? იმიტომ რომ თუ არ მინდა რომ ჩემი საუბარი ჩაიწერო, მაგრამ მინდა რომ მომსახურება მივიღო, რა ვქნა? ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვათ იმეილი გამოვიყენო, ან უბრალოდ ადგილზე მივიდე და ესე ვთქვათ ჩავეწერო ამა თუ იმ კლინიკაში. ანუ აქაც ამაზეც იფიქრა კანონმდებლობამ, ასე ვთქვათ, კანონმდებელმა და ეს საკითხიც დაარეგულირა იმდაგვარად, რომ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი ხმის ჩანაწერი არ მუშავდებოდეს. აქ ანუ სხვა საკითხიც არის, ვთქვათ, თანახმაბარ და მინდა რომ ჩავიწერო, ხო, კანონი ამაზეც ფიქრობს, რომ მერე სად მიდის ეს, ვის აქვს ცდომა, რამდენი ხნით ინახება, ხო, აი ეს ყველაფერი ორგანიზაციებმა უნდა დაარეგულირონ წერილობით, როგორც ვახსენეთ უკვე, იმიტომ რომ ორგანიზაციას ევალება თუ კი აი ესეთ აუდიო მონიტორინგს ახორციელებს, რომ წერილობითი წესი გაწეროს აუდიო მონიტორინგთან დაკავშირებით, სადაც ეს ყველაფერი უნდა მივუთითოთ. არანაკლებ პრობლემური არის, როდესაც ადგილზე მივდივართ კლინიკაში და იქ ვეწერებით. აი ეხლა 2024 წლის ანგარიში პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის არის ხელმისაწვდომი და იქიდან მახსენდება ერთი ესეთი შემთხვევა, ჩაატარა შემოწმება პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც მოქალაქეები მიდიოდნენ, ითხოვდნენ ცნობას ნარკოლოგიური აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ, სხვა პროგრამებში, მეტადონის თუ სხვა პროგრამებში ყოფნის შესახებ, ან იმ მომენტში, მაგალითად, სისხლში ნარკოტიკის ან ალკოჰოლური ნივთიერებების არსებობის შესახებ ინფორმაციას. და მოკლედ სიტუაცია იყო ესეთი, რომ ძალიან პატარა ოთახი იყო, ეს პირველადი მისაღების სივრცე, სადაც რეგისტრატორი ეკონტაქტებოდა მომხმარებელს, იყო სულ 15 კვადრატული მეტრი და ხშირ შემთხვევაში 10-15 ადამიანი ერთად იყრიდა თავს აქ, ხო, არა მარტო ვთქვათ მომსახურების მიმღებ, შეიძლება ვიღაცა მიყვა მეგობარი, დედა, შვილი, არ ვიცი და კომუნიკაცია იმდაგვარად ხორციელდებოდა, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად არ იყო საშუალება, რომ ყველას ესმოდა, ასე ვთქვათ, ერთმანეთის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ანუ ეს ყველა სამედიცინო დაწესებულების პრობლემა არის მეტნაკლებად, ну, თლად ეგეთ 15 კვადრატულ მეტრში არა, მაგრამ ხო და ეს იწევს მე ამხელა უნდობლობას, ხო, როცა შენ თვითონ პირდაპირ მოწმე და მომსწრე ხდები შენი პერსონალური მონაცემების დარღვევით და კულივსებს მიღმა რა ხდება იმის მიმართ ნდობა, როგორი შეიძლება იყოს, მოდი შეასრულებ. კი.
და ეს პრობლემა კი ძალიან ისეთი ზოგადია, ხო? მაგრამ ისიც შეუძლებელია, რომ რაღაცა იდეალური სამყარო შექმნათ, სადაც თითო პაციენტზე თითო სარეგისტრაციო სივრცე მოდის, ხო? ამიტომ ჩვენ რაღაცეთ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რა რისი საშუალებაც გვაქვს, ხო? გამოვნახოთ სხვა გზები და რაღაცა დისტანცია, რაღაცა უსაფრთხო მანძილის და რიგის მომწესრიგებელი სისტემა, ხო, ვუზრუნველყოთ მისაღებ სივრცეებში და აი იმ შემთხვევაში თუ თქვათ მე ეხლა ვქმნი კლინიკას, ეხლა ვაფუძნებ, ეხლა ვაშენებ შენობას, ან ეხლა ვარემონტებ, ხო, აი აქ უკვე მე ვალდებული ვარ, რომ თავიდანვე გავითვალისწინო ეს ყველაფერი და ისე დავგეგმო ეს ყველაფერი, რომ თავიდანვე დაცული იყოს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. აი შემთხვევა რომ ახსენეთ, ხო, შემოწმებიდან ეს სამართალდარღვევად იქნა, ასე ვთქვათ, ცნობილი და სხვა კლინიკებიც იმედია გაითვალისწინებენ ამას და ხო მაქსიმალურად იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც არის, მოაწესრიგებენ ამ ყველაფერს. თვითონ გაწერის მერეც, ხო, ამ ესეც იკითხე შე. სანამ აგეცეთ, იცი რა მაინტერესებს კიდე ექიმის კაბინეტში თვითონ, ხო? უნდობლობად ყველა არ ვახსენე, არის აი მაგალითად ადამიანს თუ აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ან როგორც უკვე ახსენე არის რომელიმე ნივთიერებაზე დამოკიდებული ან რაღაცა ქრონიკული ბაქტერიული ვირუსული ინფექცია აი უნდობლობის გამო თან ქვეყანაში სადაც მარტო ამაზე არ არის ხო საუბარი რაღაცა შეიძლება უცებ სხვადასხვა სოციალურ ქსელზე შევხვდეთ როგორ ქვეყნდება ვიღაცის ფარული ჩანაწერი ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ზოგადი უნდობლობა საზოგადოებაშიც არსებობს მესამე პირის მიმართ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების. ამიტომაც ეს იწვევს იმას, რომ პაციენტები მალავენ ხშირად ექიმთან ვისაც პირველ რიგში უნდა უთხრა, ხო? იმიტომ რომ არ აქვთ იმედი, რომ მათი კონფიდენციალობა დაცული იქნება და მათი პერსონალური მონაცემები არ გამჟღავნდება და რაც საბოლოო ჯამში მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება, ხო? აი რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა, რომ შედარებით უფრო თამამად იყვნენ, როდესაც ექიმის კაბინეტში იმყოფებიან და გადიან კონსულტაციას. ვიზიტის დროს კაბინეტში არსებობს რამოდენიმე დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ხელი მოაწერინოს სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტს. აი რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს პაციენტმა, როდესაც რამეზე ხელს აწერინებენ სამედიცინო ექიმის კაბინეტში. ერთი ვიცი ინფორმირებული თანხმობა, ასევე მონაცე, აი შენ რო გითხრა მეტი ამის შესახებ რა, ანუ რა არის გასათვალისწინებელი? პირველ რიგში აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ის დოკუმენტები, ხო, რასაც ხელს ვაწერთ, ხო, იმიტომ რომ არ უნდა შეგავა ექიმს ის არის. მაგრამ ეს პრობლემური არის ხოლმე, იმიტომ რომ ექიმებს ძალიან ეჩქარებათ, არა მარტო ექიმებს, ხო, იქ თქვათ რაღაც სხვა ტექნიკურ პერსონალთანაც გვიწევს ხშირად სხვა ხელმოწერების გაკეთება, როგორც ეს გვაჩქარებენ, ან ჩვენ ვართ ცუდად, რაღაცა ისეთი ემოციური ფონი გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც გვაწუხებს ექიმთან მოვედით და როგორც ეს ამისი დრო არ გვაქვს ხოლმე, ან დრო თუ გვაქვს, იმდენად თქვათ რაღაცა ნერვიულობთ, რომ შეიძლება რაღაცა კარგად და სწორად ვერ ვაცნობიერებდეთ, რაზე ვაწერთ ხელს. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი, უნდა დავსვათ შეკითხვები და ექიმა მეორე საკითხი არის, ექიმიც უნდა ერკვეოდეს და იცოდეს ეს დოკუმენტი რას გულისხმობს და რატო ვაწერ ამას ხელს. ეს არის მკურნალობაზე, ვთქვათ, ჩატარებაზე ინფორმირებული თანხმობა, ეს არის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც ძალიან ხშირად გვართმევენ ხოლმე EHR-ის სისტემაში რომ მოხვდეს, ხო? ჩვენი ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერი. კი, ამისთვის და კიდე შეიძლება იყოს რაღაცა სხვა დოკუმენტები. EHR-თან დაკავშირებთან პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა მე რაც მახსენდება ამ ბოლო დროს ამ სისტემაში მონაცემების მოხვედრის გამო არის ხოლმე ეს ყველაფერი. ამაზე რაღაცა ერთი სტანდარტი არ არის და ყველა კლინიკას აქვს სხვადასხვანაირი. პირველ რიგში უნდა ვიცოდეს ჩვენ რომ თანხმობა ეს არის ნებაყოფლობითი და უნდა იყოს ინფორმირებული თანხმობა და ასევე ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი სრულიად, ხო? ინფორმირებული თანხმობა ნიშნავს იმას, რომ ისეთი ენით უნდა ეწეროს და ისე უნდა ეწეროს, რომ ხვდებოდეთ ჩემგან რას ითხოვენ. ანუ ინფორმირებული უნდა ვიყო და თანხმობა გავუწიო. კი, რაზე ვაწერ ხელს, ხო? რა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საუბარი, სად მიდის, ვისთვის გადაცემაზეა საუბარი და ასევე ნებაყოფლობით. ანუ არ შეიძლება რაღაცა პირობები დაუთქვათ. აი მე მინახავს ესეთი თანხმობის ფორმა, სადაც წერია, რომ თუ ამას ხელს არ მოაწერთ, თქვენ ვერ ისარგებლეთ დაზღვევით. ეს უკვე აღარ არის ნებაყოფლობითი, ხო? იმიტომ რომ ხო მე მეზღუდება თავისუფალი ქცევა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია რაღაც მომსახურება, ვიცი რომ დაზღვევა ამას ამინაზღაურებს, მაგრამ თუ თქვათ მე თანხმობას ხელს არ მოვაწერო, ჩემი მონაცემები გადაეცეს ვიღაცამ
მესამე პირს რატომღაც მართმევენ დაზღვევით სარგებლობის უფლებას. და შენი ფუნდამენტური უფლება იქნება, რომ კი. მაღალი ხარისხის კი, სამედიცინო რა თქმა სერვისზე უნდა. წვდომა კი, გქონდეს. არა მარტო მეც პერსონალური მონაცემის ვსწავლობ. დამუშავების, არამედ კი, სხვა ბევრი უფლებაც გვეზღუდება და გველახება ამით, ხო? ამიტომ თუ კი ვთქვათ პაციენტს უჩნდება რაღაც შეკითხვები, ექიმიც უნდა იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერზე უპასუხოს, მაგრამ თუ კი ვთქვათ ისეთი სიტუაცია, რომ იმდენად ვთქვათ დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭირო, რომ ექიმსაც ვთქვათ არ აქვს ამის კომპეტენცია, აი სწორედ აქ შემოდის უკვე პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, რომელსაც ასევე ევალება რომ იყოს ასევე განიხილოს განცხადებების საჩივრები, რასაც პაციენტები წაუყენებენ ამა თუ იმ ორგანიზაციას და ოფიცრის კიდე ერთი მოვალეობა არის, რომ ის ასევე, ასე ვთქვათ, საკონტაქტო პირია და წარმოადგენს დაწესებულებას პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან, ანუ საზრდამხედველო ორგანოსთან. ანუ ერთის მხრივ მომსახურების დახვეწას უწყობს ხელს იურიდიული თვალსაზრისით და მეორე მხრივ რიპორტინგს აკეთებს, ანუ აღრიცხვას აკეთებს სამსახურთან ამას. რიპორტინგი ესე რაღაცა პერიოდული რიპორტინგი არ არის, ასე ვთქვათ, ვალდებულება ოფიცრის, მაგრამ თუ კი ვთქვათ კომუნიკაცია საჭირო სამსახურთან, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა რეკომენდაციები მიიღო, ან ვთქვათ შემოწმებას ახორციელებს ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური, აი აქ შემოდის უკვე ოფიცრის როლი, რომ ამ შემოწმებაში, ასე ვთქვათ, იყოს თავიდან ბოლომდე ჩართული. ხო. აი ხა მოდი ჩემზე ვიტყვი, ნაწილობრივ გავამხელ ჩემ რაღაც პერსონალურ მონაცემებს თუ როგორ შეიძლება დაუძახოთ. მე მაგალითად, როდესაც რამოდენიმეჯერ ბოლოს რამდენჯერაც ყოფილ ვარ ექიმის კაბინეტში, მე ხელი არაფერზე არ მომიწერია. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ექიმმა ან სამედიცინო პერსონალმა თვითნებურად გადაწყვიტა ჩემი პერსონალური მონაცემები მოხვედრილიყო თუ არა ამ ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში და ღია ყოფილიყო სხვა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომელიც მე სიტყვაზე შეიძლება არ მდომოდა, რომ ღია ყოფილიყო. შეიძლება ეს ამას ნიშნავდეს, იმიტომ რომ მე არაფერზე ხელი არ მომიწერია. და ეს კითხვა ალბათ ბევრს ექნება მიწვის. კი, შესაძლებელი არის იდეაში, რატომაც არა. თუ კი ვთქვათ, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული არის, რომ ამ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ყველა პაციენტზე ინფორმაცია ღია ან დახურული წვდომით, მაშინ გამოდის, რომ ეს თქვენს ნაცვლად, ასე ვთქვათ, ვიღაცამ გააკეთა. მე მქონია ესეთი შემთხვევაც, როცა ფურცელზე, ასე ვთქვათ, მოუწოდებიათ ეს ფორმა ხელმოსაწერად. ეწერა ორი სიტყვა, ხო? ღია და დახურული. უნდა მომენიშნა, მოსანიშნი გრაფები იყო და უკვე მონიშნული იყო ღია. ხო, აღარ გაწვალეს. კი, აღარ მაწვალეს, ასე ვთქვათ, ასე რომ უნდა ისევ იქ მივდივართ რა, ყოველთვის უნდა წავიკითხოთ და დავსვათ შეკითხვები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სხვათა შორის, აი შემოწმებები ვახსენეთ და EHR-იც ვახსენეთ. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის 2025 წლის შემოწმების გეგმის მიხედვით ამ წელს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სისტემებთან ერთად შემოწმდება სწორედ ეს EHR-ის პროგრამაც და ალბათ უნდა ველოდოთ ამ კუთხით გარკვეულ ცვლილებებს და სიახლეებს. ხო, ნახოთ, აი ეს ევროკავშირთან. ეს მარტო ჩვენ არ გვაწუხებს ეს კი საკითხი, ასე რომ აი სამსახურიც ამიტომ როგორც ჩანს დაინტერესდა ამ თემით. კი ბატონო, ერთი არის რას ამობს კანონმდებლობა, მეორე არის ლაპარაკობთ როგორ ხდება ამის აღსრულება, ხო? და აი ჩვენ რა მაგალითებიც მოვყვებით, ეს არ ხდება რაღაც 10 და 15 წლის წინ, ხო? რაღაცა ახლო წარსულში ხდება, როცა ექიმებმა კვლავ მიუხედავად იმისა, რომ ოფიცერი წყავს უკვე მაინც ეს დარღვევები რეგულარულ ხასიათს ატარებს, ხო? რა შეიძლება მოიმოქმედოს პაციენტმა იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის ან აქვს ეჭვი, რომ დაირღვა მისი უფლება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. თუნდაც დამუშავების პროცესში, თუნდაც გამჟღავნების პროცესში, ასე რა ბერკეტი აქვს, სანამ მივალთ ამ დაკმაყოფილებების ნაწილზე. კი. პაციენტს შეუძლია რომ თვითონ ამ კლინიკას ან სხვა ორგანიზაციას, ხო, სადაც მიიღო რაღაც მომსახურება, იმას მიმართოს განცხადებით საჩივრით და პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი თუ სამედიცინო დაწესებულება იქნება აქაც ჩართული და მიიღებს თქვათ პასუხს აქედან. ასევე პაციენტს შეუძლია მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და ასევე პაციენტს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ანუ მის არჩევანზეა დამოკიდებული. შეუძლია ეს სამივე ერთად გააკეთოს ან რომელიმე ერთ-ერთი. აი ერთი ესეთი кейსი მახსენდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან ახალი გადაწყვეტილება არის თებერვლისთვის. მოლდოვაში მოხდა ესეთი რაღაც, მოლდოვის მოქალაქე მოლდოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიოდა ამ საქმეზე და სისხლსამართლის საქმე იყო აღძრული, არ უკავშირდებოდა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე
ასე ვთქვათ, პროცესებს სულ სხვა დავაიღო. და ბრალდებულის ნაცნობი, ანუ ყოფილი მეუღლის ერთ-ერთი ნათესავი, გამომძიებელმა გამოკითხა. და პირველი შეკითხვა, რაც დაუსვა ამ გამოკითხვაზე, იყო ესეთი რაღაც, რომ თუ იცნობთ ბრალდებულსო და ამ პიროვნებამ უთხრა ესეთი რაღაც, რომ კი ვიცნობ, მე ვარ ექიმი უროლოგი და 16 წლის წინ აი ეს კაცი ჩემთან იყო მოსული, იმიტომ რომ მის ნათესავმა მთხოვა, რომ სჭირდა ეს ვენერიული დაავადებები და უმკურნალეო. მოგეთ, გამომძიებელს გაანდო თავისი შეკითხვის პასუხად, იცნობდა თუ არა ამ ადამიანს ექიმმა 16 წლის წინ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი, დიაგნოზი, ხო? ბრალდებულმა მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს და მოითხოვა, რომ ასე ვთქვათ, ემსჯელა ამაზე, იმიტომ რომ ექიმმა გადაამეტა, ასე ვთქვათ, თავის უფლებამოსილებას, დაარღვია საექიმო საიდუმლოება, სამედიცინო საიდუმლოება, გაამჟღავნა, ისე რომ გამომძიებელს ამის ინტერესი არ ქონია და არც ამის საჭიროება ყოფილა. ჯანდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ ეს განცხადება საჩივარი გადაუგზავნა იმ კლინიკას, სადაც 16 წლის წინ ეს კაცი მუშაობდა. და იქ კიდევ თქვათ პირთა სხვა წრისთვის გახდა უკვე ცნობილი მისი 16 წლის წინანდელი დიაგნოზი. თავის მხრივ ამ კლინიკამ გადაგზავნა, თქვა რომ მე ამის კომპეტენცია მარტოს არ მაქვს რომ განვიხილო და გადაგზავნა ადგილობრივ მუნიციპალური ჯანდაცვის ორგანოში. აი ამ სამივე შემთხვევაზე იმის და ეხლა შენ მიყვები მე ამას. მაგრამ ჩვენ სახელები და გვარები არ გვიხსენებია, ხო? პერსონალური მონაცემების და ასე ვთქვათ, პაციენტის დიაგნოზის სრული კონფიდენციალობა დავიცავით ჩვენ აქ. კი. და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აი ამ სამივე შემთხვევაზე დაარღვია დადგენა და ესეთი საინტერესო რაღაც თქვა, იმსჯელა არა მარტო აი იმ კონკრეტულ პიროვნებაზე, ხო? იმისაც ჰქონდა პრეტენზია თავის ყოფილ ექიმთან, ასე ვთქვათ, არამედ თქვა ესეთი რაღაც, რომ ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების კონფიდენციალობის მაღალი ხარისხით და მაღალი სტანდარტით დაცვა არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ეს არის ზოგადად ნდობის საფუძველი ჯანდაცვის სისტემისადმი და არა კონკრეტულად ამ ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობისთვის, ხო? და თქვა ესეთი რაღაც, რომ იმ შემთხვევაში თუ კი არ ექნება პაციენტს იმისი გარანტია და იმისი შეგრძნება, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაცული არის, ის თავს შეიკავებს ექიმთან მისვლისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანები დარჩნენ ექიმის მომსახურების და სამედიცინო მომსახურების გარეშე, რაც ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო ამ საქმეში. ხო. კი ბატონო, ანუ კიდევ თუ აქვს სხვა რაიმე ბერკეტი პაციენტს ამ შემთხვევაში, ანუ პირდაპირ იმ დაწესებულებასთან საჩივრის დაწერა, სასამართლოს გზით წასვლა. ან პერსონალური მონაცემის დაცვის სამსახურში კი განცხადებისას საჩივრის შეტანა. კარგი. იპოვის ადამიანის სამართალს როგორია სტატისტიკა, ეგ მაინტერესებს ასე. იპოვის ადამიანის სამართალს პერსონალური მონაცემის დაცვის სამსახურში ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის რაღაცა სადამსჯელო რაზმი, ასე ვთქვათ, ხო? ხო. საბოლოო სიტყვა მათ ეთქმით და მაგით უკითხულობ. საბოლოო სიტყვა რა თქმა უნდა სასამართლოს ეთქმის, იმიტომ რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება რომ სასამართლოში გაასაჩიროს როგორც პაციენტმა, ისე სამედიცინო დაწესებულებამ, ხო, შეიძლება რომ არ დავეთანხმოთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სასამართლოში წავიდეთ. სტატისტიკას რაც შეეხება, მიმართვიანობაც მზარდი არის და შემოწმებების რიცხვიც, ხო? აი თუ მაგალითად 2023 წელს იყო სულ 526 განცხადება, 2024 წელს არის 1662 განცხადება ჯამში. და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქედან 90% მიმართული არის კერძო ორგანიზაციების მიმართ. ანუ ადამიანები ჩივიან, რომ კერძო ორგანიზაციები არღვევენ პერსონალური მონაცემის დაცვის შესახებ კანონმდებლობას. თვითონ მარტო ჯარიმა, სხვათა შორის ესეც უნდა ვახსენოთ, რომ სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობისობა მხოლოდ ჯარიმა არ არის. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, ხო? ან შეიძლება უბრალოდ რეკომენდაციიდან დავალებით შემოიფარგლოს პერსონალური მონაცემის დაცვის სამსახური. და სამართალდარღვევების შეჩერებაც შეიძლება იყოს. ლიცენზიის შეჩერება, ოღონდ ეს არ არის პერსონალური მონაცემის დაცვის სამსახურის კომპეტენცია. ეს უკვე სხვა უწყების კომპეტენციაა. ხო. სტატისტიკაზე საუბრობდით, მოკეთ მიმართვიანობაც იზრდება და იზრდება კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, მიმართვიანობა და დარღვევებიც 2024 წელს მაგალითად 508 ფაქტი დადგინდა კერძო სექტორის მხრიდან გარკვეულ დარღვევებზე.
მაშინ როცა 2023 წელს იყო ამის ნახევარი 267 ასეთი ფაქტი. როგორც ჩანს ტენდენცია არის იქეთკენ მიმართული, რადგან ვთქვათ აი ამ ახალი კანონის პირობებში, ახალი რეგულაციების პირობებში კერძო სექტორსაც ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება დაეკისრა კანონი, ტენდენციაც არის ისეთი, რომ პერსონალურ მონაცემების დაცვის სამსახურის მხრიდანაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა კერძო სექტორს და ამიტომ ჩვენ ამას უნდა დავხვდეთ მომზადებულები. აი გეგმა ვახსენეთ წეგან და პერსონალურ მონაცემების დაცვის სამსახური ყოველ წლის დასაწყისში აქვეყნებს ხოლმე გეგმას მომავალ წელს გეგმიურად, რომელიც დაწესებულებების შემოწმებას აპირებს და წელს თუ ნახავთ ამას არის ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამების განხორციელების მხრივ რამდენიმე მუნიციპალიტეტი, ასევე სადაზღვეო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები და სამედიცინო დაწესებულებები. 4 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც შემოწმდება როგორც ვიდეო მონიტორინგის, აუდიო მონიტორინგის, ისე ზოგადად პერსონალურ მონაცემების დაცვის საფუძვლების, პრინციპების და სხვა საკითხების მიმართულებით და EHR-ი ვახსენეთ, რომ ესიც აუცილებლად შემოწმდება 2025 წელს და EHR-თან ერთად ერთი პროგრამა ელექტრონული არის კიდევ დენტოსი, რომლის შემოწმებაც იგეგმება. კი ბატონო, იცით რა მაინტერესებს, აი ჩვენ ვახსენეთ უკვე ჯერ სამედიცინო პერსონალი, მენეჯმენტში ან ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალსაც თუ ეკისრება იგივე ტიპის პასუხისმგებლობა, რაც მედმუშაკებს ამ შემთხვევაში, ხო? ანუ მე შემიძლია გავიხსენო ასევე შემთხვევები, როდესაც პაციენტის პერსონალური მონაცემი, მათ შორის ანამნეზის ნაწილი, ანუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, სოციალურ ქსელშიც კი გაითქვა ასე შემდეგ და გამჟღავნდა მენეჯმენტის წევრის მხრიდან. ესეც თუ იგივე ტიპის ასე ექვემდებარება რეგულირებას, როგორც სამედიცინო პერსონალის მხრიდან. რა თქმა უნდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვთქვათ, რა სტატუსი აქვს ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, მას თუ სამსახურებრივად, ხო? იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის წევრი არ აქვს მნიშვნელობა ექიმია თუ ვთქვათ ტექნიკური პერსონალი, ყველას თანაბრად ეხება კანონი და ყველაზე თანაბრად ვრცელდება. ყველას მოვალეობა არის, რომ დაიცვას კანონის მოთხოვნები და დაიცვას პირად ცხოვრების ხელშეუხებლობა, ხო? სხვა ადამიანის. კი ამ შემთხვევაში რა ფაქტით შენახსენე ამ ბოლო დროს Facebook-ზე კი კლინიკის მენეჯმენტმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანუ იმ მიზნით რომ ვთქვათ დაეცვა ხო თავისი კლინიკა რომ იფიქრა დაუშვა წარმოიდგინა რომ ვთქვათ რაღაც საქმიანი რეპუტაცია შეელახა მის კლინიკას და შეიძლება ვთქვათ რომ კი ეხლა რატომაც არა იცავს თავის ინტერესს იცავს თავის კლინიკას თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემების ასე ვთქვათ ამ მიზნით დამუშავება და მით უმეტეს ხო ეს საჯაროდ ხელმისაწვდომად გახდა უნდა სამართალდარღვევა და ამას მოყვა შემოწმება პერსონალურ მონაცემების დაცვის სამსახურის მხრიდან და კლინიკა იცნო სამართალდარღვევად და კონკრეტულ პირს ვინც გამოაქვეყნა Facebook-ზე ეს რენტგენის შედეგი, კვლევის შედეგი დაევალა წაშლა Facebook პოსტის. ხო, ну წესი დარიგით თუ ამის გამჟღავნება საბოლოო ჯამში სასამართლოს ნაწილში შეიძლება რომ მომხდარიყო თუ რამე იქ სადავარი ხო, ანუ თუ პაციენტის სიტყვაზე რაღაცას აბრალებს, ის სამედიცინო დაწესებულება ამ ბრალდებას არ იღებს, ეს ყველაფერი სასამართლოს გასარჩევი არის თუ თვითონვე ვერ გვარდებიან ამ ყველაფერშიან ეს პერსონალურ მონაცემების სამსახური ან ასე შემდეგ თუ რაღაცა არ აღმოჩნდა საკმარისი. ადმინისტრაცია ვახსენეთ და ვიდეო აუდიო მონიტორინგი ხო, ანუ ჩვენ მარტო პაციენტის პერსონალურ მონაცემებზე არ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის ადმინისტრაციის სტაფის წევრების პერსონალურ მონაცემებით სათუთი და ფაქიზია და მოფრთხილება ჭირდება ხო აი ამ ნაწილში მაინტერესებს ხო აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ალბათ ეს აუდიო ვიდეო მონიტორინგის შესახებ განახლებული რაღაცა რეგულაცია თუ პუნქტები რასაც დამუხლები რასაც ითვალისწინებს ეს ახალი კანონმდებლობა ხო აი უფრო ზუსტად რო გითხრა რას ითვალისწინებს ეს ნაწილი ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელებისათვის კანონმდებლობა ჩამოგვითვლის და გვეუბნება საფუძვლებს, მიზნებს, ხო, რა შემთხვევაში შემიძლია და რა მიზნით რომ განვახორციელო ვიდეო და აუდიო მონიტორინგი. აი მაგალითად ვიდეო მონიტორინგი შეიძლება განვახორციელო საკუთრების დაცვის, პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნებისათვის და სხვა, ხო? ძალიან ხშირ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ ხოლმე ვიდეო მონიტორინგს იმისაც რომ გააკონტროლონ დასაქმებულები. რა თქმა უნდა. ექიმები, ხო? აკონტროლონ მათი მუშაობის ხარისხი და აქვთ ხოლმე ვთქვათ სხვადასხვა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არ არის შესაბამისობაში პერსონალურ მონაცემების დაცვის კანონთან. ამაზეც გვაქვს უკვე პრაქტიკა, ერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული პერსონალურ მონაცემების დაცვის პერსონალურ მონაცემების დაცვის სამსახურს ვიდეო მონიტორინგთან და აუდიო მონიტორინგთანაც დაკავშირებით, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკების სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც
არიან სამართალდარღვევად ცნობილები. ანუ ის რომ ვიდეო მონიტორინგი არის მარტივი და იაფი საშუალება, რომ მე ვაკონტროლო თქვა დასაქმებულები, არ ნიშნავს, რომ შემიძლია ეს ყველა შემთხვევაში გამოვიყენო. ამას აქვს თავისი სპეციალური საფუძვლები დამუშავების და მე ზუსტად ანუ კონკრეტული მიზანი უნდა მქონდეს და აი ჩემი მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალება უნდა იყოს ვიდეო მონიტორინგი, ანუ სხვა საშუალებით მე ამ მიზანს ვერ უნდა ვაღწევდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია ვიდეო მონიტორინგის გამოყენება, იმიტომ რომ ვიდეო მონიტორინგი თავისთავად არის ძალიან ფართო ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში. ხო, მე როცა ვიცი რომ ვარ ვიდეო მონიტორინგის დაკვირვების ქვეშ, ჩემი ქცევა იცვლება. ხო, და მე ქცევის თავისუფლება აღარ მაქვს. ჩვენ თუ ვამბობთ რომ ექიმები არიან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებლები, ხო, და თქვათ ასეთ რაღაც რთულ პირობებში უწევთ ხშირად მუშაობა კიდე რაღაცა დამატებით ბარიერს და შეზღუდვას უწესებთ იმით, რომ მუდმივად ყავს ვიდეო მონიტორინგის ქვეშ და კი ეს მართლა ესე არის, მხოლოდ პაციენტის უფლება არ ირღვევა იმით, რომ მაგალითად იმ სივრცეებში, სადაც მას სამედიცინო манипуляციებს უტარებთ, ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, არამედ დასაქმებულისაც ექიმის. დასაქმებულის სამუშაო სივრცის ვიდეო მონიტორინგი დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, ხო? გამონაკლის შემთხვევებში და ასეთ დროს დასაქმებული აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს. კანონით ჩამოთვლის იმ სივრცეებს, სადაც არ შეიძლება რომ იყოს ვიდეო მონიტორინგი, ეს იქნება ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილები თუ სხვა და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ და ჩამონათვალის მერე და ასევე ისეთ სივრცეებში, სადაც გონივრული მოლოდინი არ გვაქვს, რომ იქ ვიდეო მონიტორინგი დაგხვდება. ხო, აი ეს გონივრული მოლოდინი არ მაქვს, მე რო ვარ სამსახურში. ხო, და კი, ჩემ სამსახურებრივ საქმიანობას ვასრულებ დილის 9-დან საღამოს 9-მდე, მე არ მაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ვიღაცა მთელი დღე მithვალთვალებს. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თქვათ მე კი მართალია რომ სამუშაო სივრცეში ვარ, მაგრამ მე ჩემ პირად ცხოვრებას სახლში არ ვტოვებ, როცა სამსახურში მივდივარ, ხო? ამიტომ აქაც ამაზეც არსებობს პრაქტიკა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო და ყველა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გარდა რაღაცა სპეციფიური საგამონაკლისო შემთხვევების გარდა კანონის უხეში დარღვევა. კი ბატონო, და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც როგორ კაცრად რეგულირდება ეს ნაწილი აუდიო-ვიდეო მონიტორინგის ზოგადად, ხო? აი ხა მე ევროპის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც აი ქუჩის სათვალთვალო კამერებიც კი ძალიან კაცრად რეგულირებული არის, ფაქტობრივად ძალიან ბევრი кейსი ან ძარცვის ან ასე შემდეგ მოპარვის ვერ იხსნება მარტო იმიტომ, რომ ამხელა პატივისცემა არის ადამიანის პირადი მონაცემების და შეიძლება აი ჩვენთან ხო, ნუ ეს ჩვენაირი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძალიან მარტივი გამოსავალია, რომ რაღაც кейსი გახსნა თუ ვიღაცას ყურზე აზიხარ ბოდიში ან უთვალთვალებ, ხო? როდესაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენის დოკუმენტური გადაცემა არსებობს რაღაც кейსების გახსნით და ასე შემდეგ, წლები შეიძლება დაჭირდეთ, რომ რაც ტელეფონზე მოსმენით 2 წამში გაარკვევდნენ, შეიძლება 10 წლეულები დაჭირდეთ ამ საქმის განსახილველად, მაგრამ ეს სტანდარტი პერსონალური მონაცემების რაღაცა პატივისცემის უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესი, რომ მალე გახსნას кейსი და შემთხვევით ისეთ ადამიანებსაც მოусმინოს ან უყუროს, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან ამასთან ყველაფერთან, ხო და ერთი ჩვენი პოლიტიკოსის გამონათქვამიც მახსოვს, ერთ შემთხვევა იყო, გამჟღავნდა ვიღაცის პირადი ცხოვრების სამსახურელი ჩანაწერი თუ კადე და ისეთი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, რომ არ გიშინოდეს, რომ გითვალთვალებენ, ესეც მახსოვს, რომ ვიღაცამ თქვა, ხო და ესეთი ვირო პარლამენტში შედან, ხო, ეგეც პრობლემა არის. კეთილი. ერთი პრობლემური საკითხი კიდე რასაც მინდა შევეხო არის პაციენტის ხელმისაწვდომობა პერსონალურ მონაცემებთან თვითონ, ანუ სამედიცინო ისტორია ასე შემდეგ, როდესაც პაციენტს სურს, რომ შეიცვალოს მომსახურების გამწევი და გადაიტანოს დოკუმენტაცია, მაგალითად, ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში. ეს ხშირად ჭიანურდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ასეთ დროსაც როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ან სამედიცინო დაწესებულება. კი, არა მარტო ჭიანურდება, ძალიან ბევრ შემთხვევაში უარს ეუბნებიან ხოლმე პაციენტს დოკუმენტაციის გატანაზე, ხო? ალბათ ფიქრობენ, რომ თქვათ არ გაუშვა პაციენტი თავისი კლინიკიდან და არ გადავიდეს სხვასთან, მართლა არ ვიცი რეალურად ამის მიზეზი რა არის, ან რა შეიძლება იყოს. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი სულ რომ თქვათ არ იყოს, ხო? იმ სხვა კანონებში რაც წეგან ვახსენეთ ჩვენ ეს იქნება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, საექიმო საქმიანობის შესახებ თუ პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ, ეს კანონები პირდაპირ გვავალებს, ხო? სამედიცინო პერსონალს და გვაძლევს პაციენტებს იმის
უფლებას, რომ ვიცოდეთ დეტალურად ჩვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გქონდეს ყველა ანალიზის თუ ასე შემდეგ პასუხები და ნებისმიერ დოკუმენტი, რაც ჩვენთან დაკავშირებით შედგენილია ამ თუ იმ კლინიკაში. ასე რომ ესიც რა თქმა უნდა დარღვევა არის კანონმდებლობის, არა მარტო პერსონალური მონაცემების თავისუფლების კანონის, არამედ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაც. პერსონალური მონაცემების თავისუფლების კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, 10 დღიან ვადას, ნებისმიერი დაწესებულებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს კერძო თუ საჯარო დაწესებულება იქნება, რა ვადაშიც ვალდებული არის დაწესებულება, რომ მონაცემთა სუბიექტს მისცეს მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, ხო, მათ შორის დოკუმენტის ასლები. კი, რა თქმა უნდა, პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მის შესახებ თუ კი რამე ინფორმაცია არსებობს კლინიკაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოითხოვოს და ხელი არ უნდა შეუშალოს კლინიკამ ამ ინფორმაციის მიღებაში. ხო, ანუ არ არის უარი ამ შემთხვევაში დარღვევა არის ამაზე უარის თქმა. კი, ნამდვილად. კანონის დარღვევა არის უარის თქმა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ის, რომ პაციენტს უფლება აქვს, რომ გამოითხოვოს ეს დოკუმენტები, ხო, მის შესახებ ინფორმაცია. აი ამ ახალი კანონი რო დავარქვით ჩვენ, ხო, 2024 წლის 1 მარტიდან რაც შევიდა ძალაში, ახალი უფლებები მიენიჭა, უფრო მეტი უფლებები მიენიჭა მონაცემთა სუბიექტს თქვი და ერთ-ერთი უფლება არის მონაცემების გადატანის უფლება. და აი აქ შეიძლება ვთქვათ, ესეთი შემთხვევაც დადგეს სამედიცინო დაწესებულებებს შორის, თუ კი ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს იმ ფორმატში, რომ შეიძლება ერთიანად, ხო, აი მაგალითად ელექტრონული ფოლდერია ერთი, ხო? თუ კი შეიძლება, რომ აი ამ ელექტრონული სისტემით სხვა კლინიკას პირდაპირ გადაეგზავნოს, პაციენტს შეუძლია მოსთხოვოს კლინიკას, რომ ჩემი მონაცემები კურნალობასთან დაკავშირებით გადაიტანეთ აი აქ და აქ. კი ბატონო. აი სწორედ მანდ არის ალბათ ეს უხერხულობა, რომ როდესაც პირველმა დაწესებულებამ მიცის რომ რაღაც, პაციენტი შენგან რო სხვაგან მიდის, ესე იგი რაღაცა დიდი ალბათობით არ მოწონს. რაღაც თუ არ მოწონს, ესე იგი შეიძლება იმ ისტორიაშიც რაღაცა ისე არ იყოს, როგორც არის სინამდვილეში და ამიტომ აჭიანურებენ და უარობენ. ან რაღაცა დანიშნულება წერია, რაც არ მიესადაგება დიაგნოზს და ასე შემდეგ. ანუ თავისი ინფორმაციის გაჟონვა არ უნდათ ამ შემთხვევაში და მაგრამ ეს მათი ინფორმაცია არ არის, ხო, პაციენტის ინფორმაცია. კი, პაციენტის და თან ჩვენ ვიცით, რომ პაციენტის ერთ-ერთი უფლება სწორედ ის არის, რომ თავისუფლად შეუძლია რომ აირჩიოს, როგორც სამედიცინო დაწესებულება, ისე ექიმი და ასევე უკვე არჩეული ნებისმიერ დროს ასევე თავისუფლად შეცვალოს. შეცვალოს და მოიკითხოს მეორე, მესამე და მეათე აზრი თუნდა და ვისთანაც მივა იმ ადამიანს მეორე და მესამე ექიმს არ აქვს უფლება უარი უთხრას პაციენტს მომსახურების გაწევაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოდის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. კი, ესეც პრობლემური საკითხია. კი, განსაკუთრებით ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში როცა ხდება ერთი ექიმისგან მეორესთან წასვლა, ხო? ყოველთვის მეორე ექიმი უარობს, იმიტომ რომ კოლეგიალურ პრობლემებს ქმნის. ნათი, ერთი ესეთი უცნაური და ესეთი კითხვა მაქვს, შეიძლება ცოტა სახალისოც იყოს. თუ სიტყვაზე ჩემი პაციენტი არის ცნობილი პირი, მაგალითად ქოჩორა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი და გაიტანა ერთ დღესაც გოლი და მე დავწერე Facebook-ზე ჩემი საამაყო პაციენტი. რამდენად უარღვევ მე მის პერსონალურ მონაცემების დაცვის უფლებას. კი, თუ დაწერ Facebook-ზე, რომ კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ქოჩორა, არის შენი პაციენტი, დაარღვევ მისი პერსონალური მონაცემების, ასე ვთქვათ, და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ ზოგადად ის, რომ ანუ რომელიღაცა ექიმთან მე ვიზიტზე ვიმყოფები, ხო? გახსოვს აი კარებზე გამოკრულ სიებზე რო თქვით, ეს უკვე პერსონალური მონაცემების ხო დამუშავების დარღვევაა. ამისი შემთხვევები ყოფილა არაერთი და ამას ზოგჯერ იყენებენ ხოლმე კომპანიები რაღაცა მარკეტინგული მიზნებისთვისაც, ხო? როცა რაღაცა ცნობილი მომხმარებლები ყავთ, უნდათ ამისი აფიშირება, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც რამე მომსახურებას უწევთ, მით უმეტეს თუ თქვათ შენ როგორც ექიმი, ხო? დაწერ ამას Facebook-ზე და ეს ახმადია ახმადი არის სხვებისთვის, ხო? რადგან წერ პაციენტი, ხო? უკვე ნიშნავს რომ როგორც ექიმი, ხო? ესე ემსახურები ამ ადამიანს უკვე ამჟღავნებ აქ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. ხო, აი ესეთი ყოფითი შემთხვევების და მაგალითების ფონზე უფრო კარგად ახმადი არის ხოლმე და სწავლების ერთ-ერთი მეთოდიც არის ეს problem based learning or case based learning, ხო და აი ესეთი შემთხვევები, რაღაცა მეტყველი შემთხვევები თუ გახსენდება რამე, სადაც აი მომხდარა ამ პაციენტების პირადი მონაცემების, პერსონალური მონაცემების გაჟონვა მიყვებოდი შენ გადაცემამდეც, ესეთი აი ეს რაზეც შეიძლება აი ბევრი გოლი იყოს ჯაჭვში და შეიძლება ჩვენმა პაციენტებმა დიდ სურათში აღიქვას, რასაც შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს გამჟღავნება ამ პერსონალური მონაცემების, თუნდაც დაუდევრობით.
კი, აი თუნდაც მაგალითად სანამ დაუდევრობაზე გადავალთ, ხო? იმ ფაქტზე რომ ვილაპარაკოთ, როცა ჩვენ ექიმთან მივდივართ და ექიმის კაბინეტში ვიმყოფებით, ხო? და ჩვენთან ერთად არიან სხვა პირები. თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები და ასე შემდეგ. ანუ აქ ექიმმა ყოველთვის უნდა დაუსვას პაციენტს კითხვა, ხო? რომ უნდა რომ თქვათ რაღაცა ამ პროცედურას, რაღაცა გასაუბრებას ესწრებოდეს თუ არა ვინმე პირი. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით თქვათ ეს ჩემი სურვილია და ნებაყოფლობით მახლავს თან ვიღაცა ხალხი თუ არა, ხო? რაც შეეხება თქვათ კონკრეტულ რაღაცა შემთხვევებს, ჩვენ აღვნიშნეთ რომ ძალიან ხშირად ადამიანური შესტოების გამო ხდება ხოლმე, ხო, დაბალი ცნობიერების გამო ხდება ხოლმე ინფორმაციის გაჟონვა და ერთი ესეთი საინტერესო შემთხვევა არის ერთ-ერთი დაწესებულებამ ატვირთა 200-ზე მეტი პაციენტის დიაგნოზი, კიბოს დიაგნოზი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასე ვთქვათ გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე. ელექტრონული შესყიდვის განხორციელების მიზნით, ხო? სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს ელექტრონული პორტალი, ასე ვთქვათ, და იქ ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია. მაგრამ აღმოჩნდა ესეთი რაღაც, რომ იმ თანამშრომელმა, რომელმაც ფიზიკურად უშუალოდ ატვირთა ეს დოკუმენტაცია შესყიდვის მიზნით პორტალზე, საერთოდ ის თანამშრომელი არ იყო ინფორმირებული, რომ ეს ინფორმაცია ხდებოდა საჯარო. ანუ ორგანიზაციამ ისეთ პირს დაავალა ხო, ამ დოკუმენტაციის ატვირთვა და რაღაცა შესყიდვის ორგანიზება და უზრუნველყოფა, რომელსაც არ ჰქონდა, ვთქვათ, არანაირი ტრენინგი, მომზადება გავლილი ამ კუთხით. ამიტომ აი კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ აღვნიშნოთ, რომ ცნობიერების ამაღლებას, ხო, პერსონალურ მონაცემების დაცვის საკითხებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მე არ მოგვადგეს რეპუტაციული ზიანი ჯარიმების გადახდას, რომ თავი დავანებოთ. და ძალიან ხშირი შემთხვევა არის იცით რომ ექიმებს ზოგჯერ პროფილის ფოტოებად უყენიათ ქირურგიული ესე ვთქვათ თეატრიდან ფოტო ესე ქვია ტერმინოლოგია თეატრიდან რაღაცა სისხლიანი ხელი გულს აჩვენებენ უკან ბოდიში გადახსნილი პაციენტი წევს და ფაქტობრივად გამოფენილი არის სოციალურ ქსელებში. ეხლა მან როგორ შეიძლება თანხმობა ყოფილიყო მაგაზე კი იქ სახე არ ჩანს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც აი ვერანაირად ვერ იქნება ეგ საერთაშორისო დადგენილი ეთიკის ნორმების ფარგლებში ყოფნა. ხო, აქ თუ თქვათ პაციენტი არ იდენტიფიცირდება, ხო, პერსონალურ მონაცემების დაცვის კუთხით კანონმდებლობასთან არ იქნება რამე პრობლემა, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. ხო, აი სხვათა შორის ძალიან ხშირად როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვადასხვა ესთეტიკის ცენტრებიც აკეთებენ ხოლმე, Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში შეგვხვდება ესეთი ფოტოები, სადაც ესე ხო, თვალზე აქვს ხოლმე ესე აფარებული შავი ბლარი, ასე ვთქვათ, მაგრამ იდენტიფიცირებადი არის. ხო, მაინც პირი, ხო, ამიან როცა ვთქვათ ჩვენ ხო, გვინდა პლასტიკური ქირურგია და წინ მანამდე და შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აქაც ასე ვთქვათ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუნდაც ვთქვათ თვალები რომ დავუფარო მე, ხო, ფოტოზე ჩემ პაციენტს, შეიძლება მას რაიმე ისეთი დამახასიათებელი ნიშანი კონდეს, ხო, სახეზე ან სხეულზე, ხო, სხვა ადგილას, რომლითაც ის თავისუფლად იქნება იდენტიფიცირებადი პირთა გარკვეული წრისთვის თუნდაც და ესეც უკვე დარღვევაა. კი ბატონო, და პაციენტის მომყოლი და დამსწრები რეაქცია და ხშირად ისე ხდება, რომ პაციენტის მაგივრად იწყებს ესა და იწყებენ ეს ადამიანების საუბარს, ანამნეზად ისინი ყვებიან 40 წლის ბიჭი და ჩვენობით ფორმაში საუბარი და ჩვენ მოვედით, გავცივდით რაღაცა ასე შემდეგ, მაგრამ აქაც თანხმობა არის საჭირო იმ ადამიანისგან, ისევე როგორც აი მაგალითად ოპერაციის დროს, ხო, როცა თვითონ პაციენტი ვერ ჩამოვა და თავის ოჯახის წევრს ვერ ეტყვის როგორ ჩაიერა ყველაფერი და ექიმისგან ვიღებთ ამ ინფორმაციას, ხო? აი აქაც წინასწარ ჩვენ უნდა ვიცოდეთ პაციენტისგან კონკრეტულად ვის გვაქვს თანხმობა, ვის უნდა გავანდოთ მის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. და ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ პაციენტის დიაგნოზს ვინაიდან რეაქციის შიშია ან ასე შემდეგ ან მერე შეიძლება პრობლემური იყოს ხოლმე ნუ ჩვენ მაინც რაღაცა ეს დიდი ოჯახების ტრადიცია და ნათესაური ტრადიცია ძალიან გვაქვს. აი რაღაც მძიმე დიაგნოზი რო დგინდება ხოლმე, ან სრულად არ უმხელენ პაციენტს ამ დიაგნოზს და პირველ რიგში ნათესავს უმხელენ, ან რაღაც მეუღლეს ან მეურვეს ან ასე შემდეგ. რაც ასევე არ შეიძლება. ანუ ერთადერთი როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, კანონი განმარტავს, რომ თუ გამხელა დიაგნოზის სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ამ პაციენტს, იმ შემთხვევაში შეიძლება რომ დაიფაროს ეს დიაგნოზი მისთვის, მაგრამ ხო, აქაც ექიმმა უნდა შეფასება გააკეთოს. ხო, მაგრამ ეს ხშირი პრაქტიკა არის და ესეც არ შეიძლება. კეთილი, შეგვიძლია მე მგონი დავასრულოთ, ამით ძალიან დიდი მადლობა ნათია მოსვლისთვის და ესეთი საინტერესო დიალოგი რო შედგა შენი დამსახურებით.
ისევ და ისევ მაყურებლის სახელითაც მადლობას გადაგიხდი, ვიკადრებ და მათი გაუბედავ და მათი სახელითაც მადლობას გადაგიხდი. ასევე ვეთყვი ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რომ და ღმერთი ჯული ეს არის არ არის ფასიანი, ეს არის უსასყიდლო რეკლამა, თუ გსურთ რომ თქვენი რაღაცა გაგეციოთ შესაბამისი კონსულტაციური იურიდიული სერვისები, აღწერაშიც იქნება რა თქმა უნდა შენი თანხმობით საკონტაქტო დეტალები Wise Hub-ის და ისეთი გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები როგორც არის ნათია დაგეხმარებიან ამ რაც საბოლოო ჯამში ხო ბოლო-ბოლო პაციენტის ჯანმრთელობაზე და ყველას უნდა ხო რომ ეს მოწესრიგებული იყოს მის სამედიცინო დაწესებულებაში ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში სტანდარტს მაღლა წერს როგორც პაციენტის ჯანმრთელობის თვალსაზრისით ასევე სამედიცინო მომსახურების სტანდარტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის პაციენტების ჯანმრთელობა პირველ რიგში, ამიტომ მუდმივად ვიქნებით მოხარული, რომ ესე უსასყიდლო რეკლამები ვაკეთოთ იმ ხალხის, რომელიც ამ საქმეში გვეხმარება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო შეკითხვებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და უფასო რეკლამისთვის. მადლობა. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით მსმენელებს და მაყურებლებს. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, დაგვიკომენტაროთ რაც გაინტერესებს, რასაც თქვით რომ გამოგვრჩა სიტყვაზე ან ბოლომდე ვერ მოიცავით, შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარები. აღწერაში ასევე იქნება ჩვენი სხვა სოციალური პლატფორმების ლინკები, რომ გადახვიდეთ, ისიც გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ და გამოგყვეთ ყველა სოციალურ პლატფორმაზე. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.